ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ახალი კამპუსი ექნება. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ეს BTU-ს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გააზარდოს როგორც სტუდენტების რაოდენობა, ისე შეთავაზებული სასწავლო პროგრამები. კამპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო და ის ფუნქციონირებას 2025 წლიდან შეუდგება. ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი ხაზი ეს არის ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის მთელ მსოფლიოში. BTU-თ რაც მოუდა აქტიურად ზრუნავს ამ მიმართულების განვითარებაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახალი სასწავლო პროგრამის დამატებას, ასევე ახალ კამპუსში ახალი შესაძლებლობების ტექნოლოგიური სხვადასხვა ლაბორატორიების განვითარებას. ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მისი არსებობის მოკლე ისტორიაში უკვე დამკვიდრდა როგორც ერთ-ერთი ფლაგმანი და წამყვანი უნივერსიტეტი ტექნოლოგიების მიმართულებით და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად უნიშნელოვანესია იმ ახალი კამპუსის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტმა დაიწყო, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ტექნოლოგიების მიმართულებას და შეიქმნება თანამედროვე ტიპის აუდიტორიები, მულტიმედიური ოთახები, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები, რომელიც რა თქმა უნდა ერთიურად აამაღლებს სწავლების ხარისხს.